მეგობრებო, ჩვენმა მახმუდმა რომელმაც ავტოსტოპზე გამიჩერა, ეხლა გადაწყვიტა, რომ $20 წამართვას. ძალიან მინდა რომ ყველა აქ იყოთ და ხედავდეთ ამ სიგიჟეს. სალამი ყველას. აქ ვინმე ნაბახუსავზე ხო არ არის. მოკლედ გუშინდელი დღისთვის ბოდიში დაუმშვიდობებლად რო წავედი. მაგრამ იდეაში მოგიყვებით ეხლა რა მოხდა. ესე იგი, დამიჯდა სამივე ელემენტი GoPro-ში და ვიფიქრე რომ სახლში ავიდოდი, რაღაც დავტენიდი და დავბრუნდებოდი ისევ და გავაგრძელებდი ჩვენ challenge-ს რა. გზაში გავაჩერე ვიღაცა სტოპზე. არანაირი ტაქსის ნიშანი არ ქონდა. ჩავჯექით, ინგლისური არ იცოდა და ვერ შედგა მანდა მაინც კაი კომუნიკაცია. და რო ჩამოვდიოდი, უცებ ეს ტიპი მეუბნება, რომ მეო ტაქსი ვარო და ეხა დაახლოებით ლაპარაკი არის, რა ვიცი, კილომეტრზე, კილომეტრ ნახევარზე, მე უნდა შევამოწმო ერთი ეგ ამბავი, მეფზეც რა. და ეს ტიპი მეუბნება, რომ $20-იო, $20 უნდა მომცეო. და ჩაკეტა მანქანის კარები. თან ისე რომ არ მიშვებს. ოპა, მეთქი. ეხა ერთი წამით, სულ იუთუბერი კი არ ვიყავი ჩემოძმაო და მოკლედ შევყევით რაღაცა დისკუსიას, იქ რაღაც ChatGPT გავაძრე, Translate გავაძრე, ხელები, ფეხები, ყველაფრით უხსნი, რომ მეთქი რა პონტია თქო, არ მოსულა თქო რა. არაო ძმაო, $20 უნდა გადამიხადო. კაი მეთქი არ არის პრობლემა თქო. გავაძრე ტელეფონი რა. და დავიწყე გადაღება, რომ მეთქი 1 მილიონი subscriber-ი მყავს თქო. მე არ ვიცი ჩავსვამ ამას ვიდეოში. შეიძლება იხან წინათ, არ ვიცი editing-ში როგორც გამოჩნდება. და ყველა ნახავს შენს სტუმართმოყვარეობას და პროჭულს აქციელს თქო რა. და მაგრა შეეშინდა, აილეცა სახეზე, ჩამოეშალა სახე, ხაწვები აუწითლდა ნერვიულობისგან. ანუ ბოლოს მითხრა რომ კაი წადიო რა. I thought you are doing this stuff with the wheeling. I don't know. I don't know that you was like a taxi driver. And I thought that it was doing in your way. No, أنا أعطيتك أكتر. What's your name? عم تصورني يا من. What's your name? What's your name? Mahmoud. So, მეგობრებო, ჩვენმა მახმუდმა რომელმაც ავტოსტოპზე გამიჩერა, ეხლა გადაწყვიტა, რომ $20 წამართვას. ძალიან არასწორი არის. ანუ აი ყველაზე არასწორი არის ვაფშე რაც შეიძლება იყოს. أعطيتك أنا أكتر من حقي. يعني أنا بدي منك أكتر بس أنا سامحتك. Okay. I thought that you was هلا حتسوي شو عم تسوي a YouTuber. شو؟ I have 1 million subscriber. YouTube. 1 million. Yeah. No. So, what is that? No. მანამდე თან გადაობა ის იყო, რომ მეთქი მაჩვენე თქო დოკუმენტი, რომ ნამდვილად ტაქსისტი ხარ თქო და რაღაცა გააძრო 350 ისინი, რა ქვია, ბარათები რა. მოკლედ ძალიან ცუდად ვარ, თავს ვერ ვაბავ, ეხა რაღაცეების მოყოლას, მაგრამ არა უშავს, ეგეთი ინციდენტები ხდება, ოღონდ ეგ არც ერთ შემთხვევაში არ არის ხოლმე, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ რაღაცა იმ რაიონზე ან ქალაქზე ან ქვეყანაზე განვაზოგადოთ რა. შესაბამისად რაც იყო, რაც მოხდა და წინ გვაქვს ძალიან საინტერესო თავგადასავლები. ეხლა უნდა წავიდე და ვიყიდო 350 ბოთლი წყალი ან რამე მინერალური. მოიცა, გადავიდეს. და მე ვაპირებ რომ წავიდე მუზეუმში. მოვედი ბეირუთის ეროვნულ მუზეუმში, რომელიც აი ესე გამოიყურება. ესე იგი, ამ მუზეუმს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. 1942 წელს არის გახსნილი. მაგრამ როგორც მოგიყევით სამოქალაქო ომზე, რომელიც 75-დან 1990 წლამდე მიმდინარეობდა და ეს იყო შუა ხაზი
ეგრეთ წოდებული მწვანე მილი, სადაც გაყოფილი იყო ფრონტის ხაზი და ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ადამიანები და გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა. ეს მუზეუმი ნახევრად განადგურდა და მოკლედ როგორც აქ მითხრეს, თავიდან მოუწიათ აღდგენა და აშენება და უკვე 1999 წელს სრულად აღადგინეს. 1 მილიონი გადავიხადე შემოსასვლელად, რაც არის $11. აი, ეს არის ჩემი ბილეთი. 7 ბრძენის მოზაიკა. ესე ეგებება ყველა ვიზიტორს, ყველა შემომსვლელს ბეირუთის ეროვნულ მუზეუმში. პითაგორა, თალის მილეტელი, სოლონე ათენელი, ბიასი, ხილონი, პიტაკოსი და კლეობულუსი. და თან ძალიან საინტერესოა, რომ დამკვეთების მიხედვით სულ იცვლება ხოლმე რა ეს 7 ბრძენი. როგორც ხდება ხოლმე. აი, ძალიან საინტერესო ამბავს გადავაწყდი. ეს ნახეთ. ესე იგი, ეს არის ძალიან საინტერესო სცენა. უნდა დავაზუსტო. კი, აი, სწორად მივხვდი. ეს არის აქილევსი და მის ქვემოთ დამხობილი მეფე, რომელიც თხოვს თავისი შვილის გვამს, ჰექტორის გვამს იმ ტრაგიკული ბრძოლის შემდგომ, როცა ჰექტორს ძლია აქილევსმა. რომელი საუკუნე თარიღდება? ტიროსში არის აღმოჩენილი და თარიღდება მეორე საუკუნით. მუზეუმში არ ვიცი როგორ ჯობია რომ მოვიქცე ეხა ცალკეული არტეფაქტების განხილვა. მგონი ძალიან მოსაბეზრებელი იქნება თქვენთვის. ამიტომ შემოვიფარგლოთ შემოვლითი ტურით. იმდენად ყველაფერი დასკანერებული და გაციფრულებულია, რომ მაგაში ეხა დროს არ დაგაკარგვინებთ არცეთ შემთხვევაში. ეს რა არის? კი ვაპირებთ მინერალების მუზეუმში, მაგრამ აქ რატო არის? ნახეთ რა საინტერესოა. სამოქალაქო ომის დროს დაზიანებული ნივთები, რომელმაც ვერ გაუძლო მოკლედ ტემპერატურას. ერთ-ერთ საცავში გაჩენილი ცეცხლის გამო. აი რაც ყველაზე მეტად მომწონს, რომ თავბრუ არ დამახავს. ქრონოლოგიურად იყოს დალაგებული. ეპოქები და მერე ზემოთ მაღლა რუკაზე დატანილი. ჩვენ აუცილებლად წავალთ ბიბლოსში, ტიროსში. ما بتفوت لحالك مطرح. ايش ناخذ؟ ამ საკუთრებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. და ჯერ ვერც ნიშანს ვხედავ, რომ გითხრათ რეალურად რა არის. მორის შეჰაბი იყო ეგეთი ტიპი, რომელიც იყო დირექტორი ეროვნული მუზეუმის, ლიბანის ეროვნული მუზეუმის. და ომის დროს, როცა ეხა მწვანე ზოლზე ვართ ამ წამის მონაცემებით, როცა გაყოფილი იყო ორ ნაწილად და გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა იმისთვის, რომ გადაერჩინა ეს სარკოფაგები და არტეფაქტები, მოკლედ ამ კაცმა მთელი სული და გული ჩადო ამისთვის. რაღაცეები ჩააცემენტა, რაღაცეები თაბაშირში ჩაფლო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ნიმუშები და არტეფაქტები, რაც იდენტობის ნაწილია და მნიშვნელოვანი არის, არ განადგურებულიყო თავის ცოლთან ერთად. ეხლა ჩვენ მივდივართ მინერალების მუზეუმში, რომელიც აქვე არის, დაახლოებით 150 მეტრში. წავიდეთ და დანარჩენს იქიდან მოგიყვებით. აქვე არის და რომ მოხვდებით, აუცილებლად უნდა შეიაროთ ამ მუზეუმში, რომელიც
როგორც ნახე, არის ერთ-ერთი დიდი კოლექცია სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მინერალების. იშვიათი მინერალებიც არის დაცული. უძვირფასესი მინერალებიც და აბა წავიდეთ და ვნახოთ. აქ სენტ ჯოზეფ უნივერსიტეტის გვაქვს. როგორი ხმა. ყველგან ამ უნივერსიტეტის აბრებით არის ბილბორდებით აჭრელებული მთელი ბეირუთის ქუჩები. როგორც ჩანს, რაღაც დიდი საიუბილეო თარიღი აქვს. იმის თმაც დამავიწყდა, ეხლა გამახსენდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი უნივერსიტეტი ლიბანში არის. 1875 წლიდან არის ეს უნივერსიტეტი, ჩემო მეგობრებო, რაც ფუნქციონირებს. მეფი მიჩვენებს, რომ წესით უნდა იყოს აი აქეთ. ძალიან მინდა რომ ყველა აქ იყოთ და ხედავდეთ ამ სიგიჟეს. თორემ კამერაში ბოლომდე არ ჩანს ყველა დეტალი სამწუხაროდ. განათებები ისე არის გაკეთებული, რომ წყინვალება ჩანს. ყველა დეტალი. ერთადერთი რამე, რასაც ვისურვებდი და გავაუმჯობესებდი აი ამ ნაწილში, არის აღწერა QR-ი დატანილი, რომ მიხვდე რა არის. ეს ყველასთვის დანაცნობი არის. არა, აი დანარჩენები არ ვიცი. ვინც ერკვევით, დამიწერეთ კომენტარებში. განსაკუთრებული ზომებია, ეხლა მიღებული ბუნებრივია და დაცვის თანამშრომლები დამყვებიან ფეხ და ფეხ. ეს ნახეთ. Push. Yes. Okay. Let's start a pit coach. One. Yes. Whoa. ეს ნახეთ. You can push it. Go for it. Oh my god. Perfection. Yeah. Oh my god. ვარ წამოგიღოთ ეს ვინმეს. კონტინენტების და მერე ქვეყნების მიხედვით ჩაშლილად მინერალების კოლექციები. ნახეთ. Can you touch it? Let me help you. Things that you see, it's not working. Very sorry. Okay. It's okay. Okay. პატარა ბაგი გავეჩითა, მაგრამ არ აუშვს.
Windows-ია გადასახადები. მოკლედ გამოვედი მინერალების მუზეუმიდან შოკში ვარ ეს რა ვნახე. წინვალება წარმოუდგენელი იყო, ვინ გააკეთა, ვინ მოიფიქრა და მე ვინ დაადიზაინა ეს ამბავი. ეხლა მივდივარ ბეირუთის ყველაზე დიდი პარკის დასათვალიერებლად. როუშე. ხო და აი ვნახოთ როგორ და რანაირად იქნება ეგ ამბავი. ეს ტიპი მანამდეც შემხვდა. Hey bro. You good? Yeah, I'm good. Thank you, bro. მოკლედ აი ესე წეგან ეს ჩემი ახლობელი გაიჩნდა. გამოველაპარაკე მუზეუმთან სანამ მივიდოდი რა. ძაღლს ასე იგნებდა და მთელი ამბები რაღაცები მომიყვა. იტალიაში ვცხოვრობდიო, მე აქეთ ჩამოვედი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და სამწუხაროდ დაიღუპა, მაგრამ მე ვეღარ მოვახერხე უკან გაბრუნებაო და ეხა მუშაობს იცავს რაღაცა შენობას ნაცვის სამსახურში რამდენიმე ადგილასო რა. ინსტაგრამები გავცვალეთ და მითხრა რომ მე შევხმიანდეთ და კაი ამბებს მოგიყვები ჩვენს თავზეო და მეთქი დიდი სიამოვნებით ხო და ეხა გზად რომ მოვდიოდი თან შემხვდა შემთხვევით, აიქოსი ახაც ძალიან პოპულარულია, მინდა გითხრათ რაც ნახე მაგრად ეწავიან. რაც ძალიან სამწუხაროა. აი ამ ქუჩაზე მეუნებოდა რომ საღამოსო ჩამოიარეო და გარეთ გამოქმნილი სკამები და დიდი თავგადასავლები დაგხვდებაო და ნახოთ შესათვალიერებელი არის აუცილებლად. ავედით ახლა მივდივართ ყველა შეგონდა გაუძლო სარკე მაინც მიკეცება შენდა გაყარო აბა ჩავხედოთ ან Google Maps ხო ნუ ერთი ამბავი ისაღმოვაჩინე რომ ეს მწვანე სივრცე ყველაზე დიდი მწვანე სივრცე რაც არის ხა ბეირუთში. Hey, I know you. We have met to each other yesterday in Le Chef bar. Le Chef, yeah, are you? Yeah, I was. Yeah. Come. Okay. ხალხნო 3 დღეა ბეირუთში ვარ და ახლობლები მხვდებიან ქუჩაში. სიგიჟია. აბა რამეს ხო არ ვაშავებ თქ შევამოწმოთ? არა. არაფერს. აბა, ვა. ეს ნახეთ. რა მაგარია. ამერა გამორთე. ჯარისკაცი იყო მოსული. ხო? მერე მითხრა რომ ფოტო არ შეიძლებაო რა, არ გადაიღო. მეთქი აღარ გადავიღებთ ხო? მაგრამ ვლოგისთვის ჩამოვედი, ამდენი კილომეტრი ვიარეთ ხო და მერე ის მითხრა რა ქვია. ვიდეო შეგიძლიაო კაცო YouTube-ისთვის თუ ვიღებ გადაიღეო. просто ფოტო არ უნდა გადაიღო. რაღაც paper-ი წარმომიდგინე და მაგ შემთხვევაშია. ხო და მეთქი სულ კარგად იყავი, საერთოდ არ მინდა თქვენი ფოტოები. აი ნახე როგორ ერთობიან. ხალხი გამოსული არის დასასვენებლად. ხელის შევლება არ აწყენდა ერთი კაი ლიბანური ტენდერის გამოცხადება ამას. ყველაფერი იქნებოდა იდეალურად. რაც ძალიან მომწონს და რასაც ძალიან ვისურვებდი, ეს არის ის, რომ სტენსილებს არ ეხებიან. ეხლა მე არ ვიცი რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებში როგორ იქცევიან ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი სტენსილი არის შესამჩნევი და ეგ ძალიან კაია რა. ეს სიგნალები, რასაც ერთმანეთს უგზავნით და როგორც ველაპარაკებით და როგორც უზიარებთ ჩვენ აღქმებს და დამოკიდებულებებს, თან ძალიან ლაკონურად და სხვადასხვა ფორმებით ძალიან მომწონს ხოლმე და ოპა გავიხსენო ბავშვობა აუცილებლად. Okay. Guys,
Who is the best player? You or you? Kunna. Who is the best player? Kunna. Can we play? Where are you from? Yeah, from Georgia. Oh, welcome. Whoa. It was your fault. Okay. Where are you from, guys? Lebanese? Syria. From Syria. Okay. Lebanon. Whoa. Good shot. It was my fault. Hey, let's go. I'm done, guys. Okay. Thank you very much. What's your name? Muhammad. Madloba operatorobistvis ძალიან დიდი. Thank you. Can you speak English? Okay, thank you. What's your name? Muhammad. Everyone's name is Muhammad. Okay. As George. My name is George. So the George is the most popular name in my country. As a Muhammad here. Okay. Muhammad George. Muhammad George. Yeah. Okay. Nice to meet you. ტამტამის ხმები არის. აბა ვნახოთ. გახსოვთ ერთი პერიოდი რა პოპულარული იყო ტამტამი? What's your name? My name is Mustafa. Mustafa. What's your name? Muhammad. My name Muhammad. Okay. Sit guys. Yes. So what are you playing? We are playing darbuka or table. Okay. Okay. Can you play something traditional? For sure. Okay. For sure. What is your favorite play? Rhythm? Yep. We can play it now. Together? Yes. Go for it. Yalla. Say hi to Georgians. Say Ana أحبك. Ana أحبك. Yes, means I love you. Okay. Okay. Let's go. Yes. Let's go. Let's go. Hey. You know, we have such a kind of thing in Georgia. It's named Doli. And Doli. And know it. you know it? Yes. Yeah, I will show you. It's a skin of fish, I think. Yes, fish. No, it's a skin sheep. Yes. Yeah. It's have a very kind. You can play on future. Yeah. How long you are doing this? 7 years or 8 years. Yeah, your father or grandfather My was father is a musician. Play instrument named buzok here. Buzok, But okay. on Turkish named this instrument saz. They named it saz. Okay. Yes. And do you play somewhere for a commercial reason? Some in the bar or No, something? no. No? I have a band. How many hours of practice do I need, for your opinion, to become a pro drummer? And if you train 3 hours a day, Okay. in 1 year you can be a very good player. Okay. And what is the price for one lesson? To teach me? Price? I teach him for free. Really? Yes. Oh, It's my friend. such a kind person. Okay, so what is your plans in future? What do you want to do? I didn't know. I love this instrument and I become a good player. Okay. Yes, but I love You should try to start a TikTok channel or YouTube I have channel. a TikTok. Do you have it? Yes. How many subscribers do you have? I think 1,000 and Really? 50. It's good. Yes, something like that. Yeah, you live here, near here? I live in Beirut. In Beirut. Yes. Okay. I've been today in a National Museum of Beirut. It's my 3rd day being here and it's amazing. I love it. You love Beirut? Yeah, I love Thank it. you. Definitely love it.
Yeah, I'm going to Byblos. Yes, Yeah, and Byblos. yeah, it's like fantastic. Go to Baalbek. Baalbek also. Baalbek, Yes. very beautiful. Very beautiful. But Baalbek now, and after the war oh yeah. that was Israel, Okay. Baalbek have some buildings Destroyed, down, right? Destroyed. Yeah. يعني زي Yeah. All of they the fuck off. Israel fuck fuck off. off. We didn't have water. We didn't have electricity. But Lebanese people like to live the lifestyle of America, of Okay. Los Angeles. This okay. okay. Yeah. Also, we have some people in Lebanon that have his own traditional system to live. يعني عندهم حياتهم الخاصة ليعيشوا، عرفتوا كيف؟ يعني كل حدا في كتير أنواع. We have كتير so much people and so much kind of people. But I want to say in Arabic إنه الشعب اللبناني لازم يحب بعضه يعني. أما لا مسألة لا هيدا سني ولا هيدا شيعي ولا هيدا مسيحي ولا هيدا درزي وهيدا علوي. في شيء اسمه تعايش وطني، يعني تعايش اشتراكي. يعني نحن لنا 10 سنين بلا مي وبلا كهرباء وبلا طبابة وبلا شيء. انت اللي حق لي هيدا عمل هيك واسرائيل ضربت، بدي اسحب سلاح هيدا، بدي اعمل بسلاح هيدا. شو بدنا بهالقصص؟ بدنا نعيش نحن، بدنا ناخذ ونعطي، بدنا نصير متطورين شوي. يعني العالم وصلت على القمر ونحن بعدنا هون بنتناقش هيدا الشيء عمل هيك وهيدا السني عمل هيك والمسيحي نازل والدرزي طالع وسوريا شو عملوا وفلسطين عم بتروح. عيني وراسي يعني القضية، عرفتوا كيف؟ بس انه بدنا نعيش نحن كمان يعني. So رفيق build everything. يعني Yeah. you You're supporting him, right? Yes, I support him, but I didn't support his daughter. Ah, okay. Not so good. Okay. Even it's Sunni, and I'm Sunni. You're Sunni, right? Yes, I didn't support him. I hate Sunni and Shia named. Yeah, I love to say I'm Muslim. Okay. يعني this is their name. Our prophet Muhammad didn't say Sunni or Shia or this Hanafi or this Salafi. I hate this name. I said just I'm Muslim. Okay. Why I want to say I'm Sunni Okay. or I'm Shia? I Yeah. hate this name. Have you ever been abroad? Outside of Lebanon? Outside the Lebanon? No? No. Yeah. I didn't go Yet. from Lebanon yet at all. Yeah. I love this country so much. Yeah. Where did you grow up? Here in Beirut. In Beirut? Yes. Okay. In which area? Named Basta. Basta Fawa. Okay. Okay. I will check in the It's future. not so good and so beautiful, but it's mean to us. Of course, it's your homeland. Yes. Yeah, and you yes. love it. Yeah. We And our didn't. childhood. We didn't choose homeland. Yes. Yeah. يعني you cannot not love it. You was born here in Lebanon. أنت خلقته هون لا بلبنان؟ لا شيري. In Syria. Yes, And it's a went after the Syrian war, right? Okay. It was in 2011. Yes. Yeah. Yes. يعني After the أي سنة جيتوا أنتوا؟ 2014. Just in 2014. 2014. Yes. Okay. عشنا هون أكثر من هيك. He lives here more than Syria. Ah. Okay. You know here more than Syria. Every Syrian guys live in Lebanon. He have like 10 years almost. Okay. 10 years in Lebanon. And in Syria is like 5 years, 6 years. And it's Syrian. Ah, But okay. we are the same. We are the same. I love Syrian guys. Yeah. يعني of the most problem in our country that's the exams of grade 12. Okay. Have so much something, and the books that we study on it, Okay. it's like 13 years. Okay. So old. يعني my dad study with my In book, this book, right? and I study with this book, and my cousin maybe he will study with this. Okay. It's so old and not
يعني منه مواكب الموضة اللي طالعة هلا. يعني every bomb in Lebanon was from Israel. It's not like the explosion. Not like the explosion. The explosion Yeah. was so strong. Yeah. What was your first thought? What did you think? What was happening? When you I hear think it's the last day of us, and God will take us, and I swear. Armageddon, right? Yes, I was on toilet. Yeah. And I'm washing my hands, Okay. and I saw my house go like this and this. I didn't hear anything. My mom's come to me. It's talking to me. I'm not listening to it. I go to our balcony Okay. and see what's going on. I think our building village, it's going Go down, going right? down. Yeah. This is my own opinion. Yeah. For the first For the first time, what you Yes. thought, right? مرفأ عم يحكي. And can you ask him where he was? وين كنت انت بالمرفأ؟ كنت مسطح هون بال ايه was here. Oh. انت من المخيم؟ So I go to balcony and see Okay. it's all of you cannot see anything. Oh. It's so like this weather, Smog, right? weather and Yes. smoky in the sky. Yeah. I didn't hear. I cannot hear. I'm so fucked off. Okay. I'm calling my dad. It's coming to home from his work. I'm calling my dad, and there's no Connection. yes, no connection. I think my dad have something, and there is no electricity to see what's going on television. Okay. Oh, our on Basta, they asked each other, what's going on? And there's people coming from downtown, running, and they also have blood. Oh. يعني كله blood, كله دم. Yeah. A lot of people died. Like Yeah, 280 people died. Yes, lot of people. And the building on downtown was يعني كله the glasses Demolished. Yeah. All the damaged. glass is damaged, right? Yes. And we also damaged our Thawra. Thawra is like I want to go to the government. Go. Ah, okay. I didn't, Okay. so can I explain Yeah. it? Okay. Yes, damage to the building of downtown, but the explosion of 2020 fucked all of the county. Yeah. It was like Our very glasses scary. damaged, our buildings all of it damaged. It's not like the rocket of Israel. Israel tells you that they will bomb like this building, but the explosion, يعني But they are not of war of anything. It's like اجى على غفلة مثل ما بيقولوا اللبنانيين بيجي على غفلة. When was last bombing? When you feel it? I was in home from Israel. Yeah. I was and they bombed Basta near of me. I was sleeping. I'm not. I become what's How going old you on. was? 20. Okay. 20. I become. Oh my God! What's going on? When it happened? 1 year ago? No, it's like 3 months or from 3 months? Oh. Yes. So I call my friends. How are you? I see the news on my phone. I know that Israel bombed Basta. Okay. When they stop the war and we come good, but now Israel is rebombing our buildings. But now here is safe. Yeah. Not like Dahi. Go out. Not to go There's Dahia? no Dahi here, like now. No go to Dahia? Dahi is like this. It's so near of us. Can I go there?
You can go. Yeah, is it okay? Safe. But you didn't know what Israel can make. Yeah. مش عارف. بس ما عم بقدر اسيب كل شيء. You drink coffee how much? How much? How many times? When I was 17 or 16, I was drinking coffee like 7 cups of coffee a day. 7 cups? Yes. Oh. But I have to work and study, and I'm so I'm fucking off. Ah, okay. Yes. Where do you work? I work and I was working on in restaurant in Hamra, Okay. name's Dika Duke. Ah, okay. I work for it. In the for Hamra 3 Street, months. right? Yes. Yeah, I've been there. Yes, go Yeah. to there and eat on Dika Duke. It's so delicious. Yeah. But I stopped from working. I open on a small market. Ah, your own? Yes. Okay. Me and my brother. Okay. My brother. You are the owner, right? Yes. Yeah. Where is this market? This is a منطقة named Aisha Bakkar, near to Verdun. I think you know Verdun. Yeah, I know it. Verdun. It's so near to Verdun. Yeah. Every How much month money you need for living for 1 month average to live? To live here. Yeah. If you have a family, like you and your husband or your wife, I'm sorry, your wife and your children, 1 children, you need like 1,000. Okay. Dollar. 1,200. I think like this. Okay. This is so. Yeah. You need so money. Okay. And in Egypt, you want only like. In Egypt, life is $200. much Yes. cheaper. I have Yeah. a friend, so I have a friend on Egypt. He told me about that. He Yeah. told me that with $10 you can live 2 or 3 days. Yeah. Here and $10 you can live 1 day only. Yeah. And you can need more. Yep. Hey guys. Hi. Salam alaikum. Alaikum assalam. المرة مقطوعة يا أختي. Rassa ყვარელია, ყველაზე უჩქმეტდი ხა ამბობ. მოკლედ ამასობაში მოსაღამოვდა, ძალიან კაი კომუნიკაცია გქონდა ბავშვებთან, უბრალოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ესენი აქ რჩებიან და მე იქით მივდივარ. რაღაცეების ამოჭრა და ძალიან ჩაჭრა მომიწევს როგორც ვატყობ, მაგრამ საბოლოო ჯამში განწყობები დაახლოებით მიხვდით ხო როგორი არის. დღეს არაფერი არ მიჭამია. ძალიან უმადოდ ვიყავი და ეხლა ნელ-ნელა მოვფხიზლდი. ზემოთ ცოტა გამოანათა და რაღაცა ბეირუთული სევდაც გაქრა ხრუბლებივით და წავიდეთ ეხლა რამე ადგილი უნდა ავარჩიოთ და მან უნდა ვჭამო. აგერ ლიბანურ სომხური ბისტრო გავაძრე, რივიუებიც შემოწმენა, მშვენიერია და შევიხედეთ, აბა ვნახოთ. მოკლედ ნამდვილი ინტერნაციონალური ზეიმი არის. სომხურ რესტორანში ვჭამ ლიბანურ ტაბულეს და ასევე კაბაბს, რომელიც არის სირიული. ჰალაბის, ალეპოს სტილის კაბაბს, როგორც ეხა ამიხსნეს და ნახოთ აბა როგორი გემოები იქნება და რამდენად შეიძლება რომ რეკომენდირებული იყოს აქ მოსვლა, რეკომენდებული. დაუჯერებელია. სომხური რესტორანი საერთოდ არ არის ლიბანში გასაკვირი, იმიტომ რომ დაახლოებით 4% შეადგენენ საერთო მოსახლეობის. ესე იგი, სომხების შემოსვლა აქ განსაკუთრებით მას შემდეგ იწყება, რაც გენოციდი მოხდა 1915 წელს და მოკლედ სიკვდილს გამოქცეულები თავი შეაფარეს ლიბანს. თქვენ ხო გესაუბრეთ და გახსოვთ რამდენად კაი კაი, არ ვიცი, ის არის ასახსნელი არის ეგ ამბავი, მაგრამ იდეაში ამ კონფესიურ დემოკრატიაში, როცა კვოტები განაწილებული არის კონფესიების მიხედვით, სომხებს აქვს თავიანთი
წარმომადგენლობა პარლამენტში. წარმოიდგინეთ, დაშნაკ ცუტუნი არის ეგეთი პარტია, რომელიც სხვათა შორის 1890 წელს იმედი არ ვწდები თარიღში, გადავამოწმებ მე თბილისში დაარსდა და ერთი პარტია კი არ ყავთ ხალხნო, 3 პარტია არის წარმოდგენილი და პარლამენტში აქვს 6 ადგილი, ეგეც დასაზუსტებელი არის. ესე მახსოვს ადრე როგორც წავიკითხე. და მოკლედ, ძალიან დიდი ბატალიები არის ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის. კარგად ორგანიზებული ერთ-ერთი დიდი დიასპორა არის წარმოდგენილი სომხური აქ და რესტორანის შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ არის, იმიტომ რომ რესტორანთან ერთად სკოლები აქვთ, სხვა შორის ჰაგაზიანი, შეიძლება არასწორად ვამბობ, ჰაგაზიანის უნივერსიტეტი არის დაჟე ლიბანში მოქმედი რა. ამბობს რა. ადი გამენებითაა. შვენიერი დღე იყო, ცოტა ისეთი რა, არა დინამიური, ემოციურადაც თან ძალიან გადავიღალა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ამბები, ტრაგიკული ამბები მომიყვნენ რა იმ ბავშვებმა და სიგიჟია. ეხლა ველოდებით ტაქსს და მივდივარ დაუნთაუნში და მე ვნახოთ რა და როგორ იქნება.